საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მერის ყოფილი თანამშრომლის გიგა სოფრომაძის საქმის განხილვა იწყება. სოფრომაძე კახი კალაძემ სამსახურიდან გასული წლის 28 ნოემბერს პეტიციაზე ხელმოწერის გამო გაათავისუფლა. სოფრომაძე ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს და ლიზი ვეკუა მოგვიყვება ახლა ამ სხდომის დეტალებს. რამდენიმე წუთის წინ გახსნა მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილმა სასამართლოს ხდომა, სადაც უნდა იმსჯელონ გიგა სოფრომაძის სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს შეიტანა ყოფილმა საჯარო მოხელემ, მას შემდეგ, რაც ის 28 ნოემბრის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას გაათავისუფლეს თბილისის მერიიდან, იქ სადაც ის 8 წელი მუშაობდა და გიგა სოფრომაძე ასაჩივრებს სწორედ ამ გადაწყვეტილებას. ის მოითხოვს, რომ აღადგინონ სამსახურში და ასევე კომპენსაციასაც მოითხოვს ასევე მორალური ზიანის ანაზღაურებასაც, როგორც გიგა სოფრომაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, იმის ფონზე, როდესაც მოსამართლემ მოსამზადებელის ხდომა საერთოდ გააუქმა და საქმე პირდაპირ არსებით განხილვის ეტაპიდან იწყება. არ აქვს დიდი მოლოდინი გამამართლებელი განაჩენისა და სარჩელის დაკმაყოფილებისა, თუმცა ამბობს იმას, რომ ბრძოლას არ შეწყვეტს, ვიდრე სამართლიანი განაჩენი არ დადგება. ხდომა, პირველი ხდომა ჩაინიშნა 1 წლის შემდეგ, რაც ცალსახად უკვე მიანიშნებს დარღვევის ფაქტებზე. ამასთანავე მოსამზადებელი ხდომის გარეშე დაიწყო მოსამართლემ საქმის განხილვა და ფაქტობრივად აღარ აქვს შესაძლებლობა რომ დავამატოთ მტკიცებულებები ან ვიმშელოთ სხვადასხვა გარემოებებზე, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საქმის მიმდინარეობაზე. ჩემი გათავისუფლება უკავშირდებოდა ცალსახად ჩემს მიერ საჯაროდ გაზიარებულ და გავრცელებულ ჩემს პოზიციას, რომ ევრჩები საზოგადოების ერთგული, ქართველი ხალხის ერთგული, იმ საქმის და იმ კონსტიტუციის ერთგული, რომელსაც საქართველოს მიხავს დასავლური ცივილური საზოგადოებისაკენ. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით საქმე მომზადებულია, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით, მათ შორის არჩეულშიც ჰქონდა მითითება, რომ დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას ვაპირებდით. დღეს ჩვენ მაინც ვაპირებთ, რომ მიშუამდგომთ სასამართლოს წინაშე მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით, რაც უკვე სასამართლოს შესაძლებელია, რამდენად მიიჩნევს, რომ არსებით ხდომაზე უნდა დაურთოს საქმის მტკიცებულებები. შესაბამისად, ახლა ვართ ამ მოცემულობის წინაშე, რომ დღეს ან სასამართლო იმსჯელებს არსებითად საქმეზე იმ მტკიცებულებების გარეშე, რომელიც ჩვენთვის თვისობრივად მნიშვნელოვანია, რომ საქმე სრულყოფილად იქნას გამოკვლეული, ან მოგვეცემა შესაძლებლობა და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაურთოს დოკუმენტაცია. თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა სოფრომაძის სასამართლოს ხდომა 2 საათზე დაიწყო. მთელი დღე აქვს გაწერილი მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილს იმისათვის, რომ იმსჯელოს სარჩელთან დაკავშირებით. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე და დააკმაყოფილებს თუ არა 1 წლის წინ შეტანილ სარჩელს გიგა სოფრომაძის მხრიდან. გიგა სოფრომაძის მოლოდინებიც მოისმინეთ, ის ამას არ მოიაზრებს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს და გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.